ხმაური გორში საკრებულოს ხდომაზე მისული მოქალაქეები და ადგილობრივი ჩინოვნიკები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სხდომაზე დამსწრეებმა რეჟიმის მსახურებს იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე მოსთხოვეს პასუხი, რომელიც მათი მხრიდან სულ უფრო ძლიერდება. ხალხი ამბობს, რომ ქვეყანას პრორუსული რეჟიმი მართავს, მაშინ, როცა საზოგადოების დაკვეთა სულ სხვა იყო. გიორგი ახალკაცი მოგვიყვება ამ თემაზე უფრო მეტ, ის ჩაგვირთვება პირდაპირ ეთერში გორიდან. გისმენთ გიორგი. კეთი ხმაური და დაპირისპირება გორის საკრებულოში ცოტა ხნის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს რიგითი სხდომა დასრულდა. ამ სხდომას ესწრებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ უწყვეტად ქვეყნის გარუსების მცდელობას და მოპარულ საპარლამენტო არჩევნებს. მას შემდეგ, რაც სხდომა დასრულდა, მოიწურა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, სამოქალაქო აქტივისტებმა მოითხოვეს სიტყვის თქმის უფლება, რაც მათ არ მისცა. საკრებულოს თავმჯდომარემ და მან გამოიძახა დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც მოსთხოვა, რომ სამოქალაქო აქტივისტები გაეყვანა სხდომათა დარბაზიდან. საკმაოდ აგრესიულები იყვნენ დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები, ისინი მოღალატეებს, გაყიდულებს ეძახდნენ სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც აქეთ ადანაშაულებენ ადგილობრივ თვითმმართველობას, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებში და ეს პრინციპში ხილული არის ყველასთვის, რადგან საკრებულოს მაღალჩინოსნები, გორელი ჩინოვნიკები პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არჩევანს აკეთებენ არა დასავლეთზე, არამედ რუსეთზე, რადგან მათი განცხადებები სწორედ ამას მოწმობს. თუ რა ხდებოდა სულ ცოტა ხნის წინ გორის საკრებულოში და რა განცხადებები გაკეთდა ამ დაპირისპირების შემდეგ, ჩვენ ახლა ერთად შეგვიძლია ვნახოთ და მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. მოქალაქეს არ მაქვს უფლება რომ შეგეკითხოთ? არა, თქვენ თქვით რომ დაასრულეთ და თქვენ არ შეგიძლიათ კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა. აი ასე აკეთებდნენ საბჭოთა კავშირში. როდესაც თავისუფლებას ითხოვდნენ, თქვენ კომუნისტურ პარტიაში იყავით. იმიტომ მოაწებებენ რომ მოვითხოვეთ სიტყვა. მოქალაქეები მოვედით, რადგან მოვითხოვოთ სიტყვა და მგონი თვითმმართველობა იმისთვის არის, რომ სიტყვა მოვითხოვოთ და ვთქვათ ჩვენი მოსაზრებები. ეს არ შეიძლება. ვინ არის მოღალატე? ვინ? ბატონო დავით, უკან ევროკავშირის, უკან გიდევთ ევროკავშირის დროშა და მე მეძახით ევროკავშირის აგენტს. ანუ რა გამოდის, თქვენ ხართ ორმაგი აგენტი? მე ვარ ევროკავშირში ნამყოფი, მე ვარ ევროკავშირში ნამყოფი. რატომ უნდა გავიყენო? არა გრცხვენა. არ შემიძლია ესეთ აი ეს არის გორი. ანუ ხალხო მოღალატეებს გვეძახის კაცი, რომლის უკანაც ჯერ კიდევ დევს ევროკავშირის დროშა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აი ამ შენობაში ევროკავშირის დროშა იყოს სულ და არა რუსეთის, არა ტერორისტული ირანის და არა არ ვიცი ხალხო. რატო გაძევენ? ან მიყვირის, აი წარმოიდგინეთ, იმდენად უზრდელები არიან, რომ გვიყვირ გაათრიეთ აქ, ან ვინ კითხავს ამას, ჯერ ეგეთ გაათრიე რა ლაპარაკია. რა გინდოდათ რომ გეთქვათ, რატომ მოხდა? არაფერი, უბრალოდ კითხვა გქონდა, რომ როცა ამბობს, რომ პირდაპირ დაფინანსებას ევროკავშირისგან გორი არ იღებს, რას ნიშნავს არ იღებს, როცა შემიძლია და გავიყვანო უამრავი გარემონტებული სკოლა, შემიძლია გავიყვანო და ვაჩვენო კოტეჯები, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით აუშენდათ დევნილებს და დღეს ცხოვრობენ და თავშესაფარი აქვს და კვაკასკირივი თავის მოკლა არ უწევთ. ეს დევნილები ევროკავშირმა დააბინავა. ქვეყნის მოღალატების ადგილი აქ არ არის. ხიდია საქართველოს, ხიდია. რას გულისხმობთ? რას გულისხმობ და ევროკავშირთან ვიც არის ახლა დღესდღეობით იმ ევროკავშირის რეზოლუციას ვის ხარც უჭერს, ყველა არის საქართველოს მოღალატე. აბსოლუტურად ყველა საქართველოს. მოქალაქეებს არ აქვთ უფლება რომ შენიშნები გამოდგა. ღალატის უფლება არავის არ აქვს. ღალატის უფლება არავის არ აქვს. ქვეყნის ღალატის უფლება არავის არ აქვს. ეს ყველამ გაიგეს. ისინი ამბობენ რომ თქვენ ღალატობთ ქვეყანას. როგორ ღალატ? თქვენი ანტიდასავლური განცხადებებით ბატონო. ანტიდასავლური არის თქვენ გძინავთ.
შეხედეთ რა ხდება ევროპაში. რატომ გააძევეთ ეს ადამიანები, ბატონო დავით? სხდომა ხომ დასრულებული იყო და უფლება ჰქონდა? რეგლამენტის მიხედვით მათ ნებართვა უნდა აეღოთ და ჩემგან და მაგის მერე მე მივცემდი მაგ იმას ნებართვას. მაგრამ ეს თავხედობა ვერ ავიტანე, რომ რეგლამენტი დაარღვიეს. ევროკავშირმა არაფერი გააკეთა გორშიო, ასე ამბობს დავით რაზმაძე. ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო. რა წაიღო? უამრავი რაღაცა. აი თუნდაც ის აგენტები დააფინანსა, რომლებიც აი დღესდღეობით საქართველოს ებრძვიან. მაშას შეიძლება ითქვას, რომ ცენზურა უკვე დაკანონებულია, აქტივისტებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომის დასრულების შემდეგაც აღარ აძლევენ უკვე საკრებულოს სხდომათა დარბაზში სიტყვის თქმის საშუალებას და თქვენ ნახეთ, რომ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეებს პირდაპირ გაგებით დღეს სხდომათა დარბაზში დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები მას შემდეგ დაესწნენ საკრებულოს სხდომას, რაც მათ მოისმინეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები. ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ თითქოს ევროკავშირს გასული წლების განმავლობაში გორში არაფერი გაუკეთებია, მაშინ როდესაც საკმაოდ დიდი არის იმ სიკეთეების ჩამონათვალი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო ამ ქალაქმა და ზოგადად ქვეყანამ. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ აქციებს გააგრძელებენ, ისინი დღეს 5 საათზე ადმინისტრაციულ შენობასთან ისევ შეიკრიბებიან.